ანდრეევიჩი, პარკერი, ბირდი, ბერუაშვილი და გეგუჩაძე. და გეგუჩაძე, კი ბატონო. ცოტა არ იყოს გადახალი ცოტა ცვლილებები არის წინა თამაშიდან გამომდინარე სოხუმის საქართველოს ლიგებში. ბაზუაშვილი არიწყებს ამ შეხვედრას სასტარტოში არც პიჯეი ბირდი და შესანიშნავი დასაწყისი მასმიძლებისთვის ჩაითვალა ეს ორი ქულა და პლუს ერთ საჯარიმო შეასრულებენ. მასმძლები გეგუჩაძის შესვლა და ორი ქულა. ხო, კარგად დაიწყო სოხუმისთვის შეხვედრა. სწრაფი ორი ქულა, შესაძლებლობა რომ ერთიც მიამატონ, არა, მაგრამ შეიძლება უკეთესი გამოვიდეს, ხო? კი ბატონო, ახლა ნახოთ. როგორ გამოიყენებენ ამ შეტევას. ბერუაშვილი, ანდრიევიჩი, გეგუჩაძე გაუშვა ლეონიძემ სამქულიანი ვერ ჩააგდო. სწორედ ლეონიძე და გეგუჩაძე გახავთ წინა ხუთეულიდან და პარკეტზე ყოფები. მესამე შეხვედრაში მათ ნაცვლად პიჯეი ბერდი და მამუკა ბაზუაშვილი. პირველი შეტევა მას სტუმრების კაკუშაძე უტევს. კარგა ბურთი და ლეონიძე წინ მოძებნა გეგუჩაძე. ანდრიევიჩი. ნახოთ პარკერი რას შემოგთავაზებს. იმედი გვაქვს ალბათ პირველი რაც უნდა ვისურვოთ რომ არ გამოვიდეს ისეთი თამაში როგორც იყო ბოლო თამაში ამ გუნდებს შორის, ხო? ძალიან მალე დაკარგა იმ შეხვედრამ ინტრიგა და პრაქტიკულად მთელი ბოლო პერიოდი ორივე გუნდმა ბავშვებით გაატარა პარკეტზე. ეს არ იყო ცუდი სანახავი ბავშვების თამაში, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა დაძაბულობა გვინდა. ერთსხულავან დაგვამახსოვრა ძალიან კარგად თავი. ამასობაში ლეონიძის პირველი ზუსტი სამიანი და 5-0 ხდება ანგარიში. და საპასუხოდ კაკუშაძე ჩააგდო პირველი ქულები სტუმართა მხრიდან და შეამცირა ჩამორჩენა. დეშონ პარკერი კვლავ გეგუჩაძე, ბერუაშვილი, ლეონიძის მორიგი მცდელობა ამჯერად არ უარდება და ბურთით ლორენცი რჩება, რომელიც სწრაფად გადმოდის შეტევაში. პერიმეტრზე ჰედი გაუშვა ვერ ჩააგდო, თავად რჩება ბურთით და ჯარიმა. ჰედს ძალიან კარგი თამაში ქონა მოგეხსენებათ პირველ შეხვედრაში. არასპორტული საქციელის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო, რის გამოც გამოტოვა მეორე მატჩიც, ხოლო დაბრუნების შემდეგ წინა მატჩში 21 ქულა ჩააგდო, ქონა 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა. ულიდერა შეიძლება ითქვას საკუთარ გუნდს. ასევე უოტსონს ქონა 14 ქულა, მაიზერ რევაზაშვილს 12, ხოლო უქსანოვიც 10. ხო, ჰედი მონატრებული იყო აშკარად თამაშს და უნდოდა დაემტკიცებინა ბევრი რამე იმ შეხვედრაში, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოუვიდა კიდევაც. 7-დან 5 სამქულიანი ქონა ჩაგდებული და ჯამში 10-დან 7-ის როლა გამოიყენა 70%. ნამდვილად მაგარი მაჩვენებელია. 5-2 გვაქვს ხო ანგარიში. ჰედი დაიწყებს თავისი გუნდის ახალ შეტევას. ლეონიძე მესწინააღმდეგ. ვოტსონი და რჩებათ ბურთი მასმინძლებს. კაკუშაძე შემოიტანს ბურთს 12 წამი შესატევად მასმინძლებს. რევაზაშვილი აიწია ეს როლა ორქულიანი და ჩააგდო. 5-4 სოხუმელი კალათბურთელების შეტევაში. პარკერი ნახოთ ამჯერად რას მოიფიქრებს. პასის ცდელობა ჰქონდა, რომელიც ჩაიჭრა, თუმცა საბოლოოდ როგორც ჩანს, ბოლოს პარკერს მოხვდა ეს ბურთი. კი, ხელი დაწია, ხო? ხელზე წაკრა და შესაბამისად VSA შანსი რომ დაწინაურდეს დღევანდელ შეხვედრაში. ისევ ჟერმენ ჰედი აიწია ეს როლა და ჩააგდო 6-5. წინ გადიან სტუმრები. პირველად შეიცვალა ლიდერი დღევანდელ შეხვედრაში. პარკერი კვლავ. ბერუაშვილმა წინა თამაში პირველივე ტაიმში 4 ჯარიმა მიიღო და ცოტა ინერტული იყო მესამე მეოთხედშიც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა.
მარკი ანდრიევიჩი კარგავს გურთს და ისევ შანსი USA-ს რომ გამოიყენოს ეს შეტევა. ანდრიევიჩი არ ქონდა. მოდით პირდაპირ თქვა წინა მატჩი. კარგი შეხვედრა 5-0 ორქულიანი და სამი საჯარიმო გოლი იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი მონაგარი ელ უოტსონმა დაჩაგრა აშკარად წინა მატჩი მისი მეურვე. ხო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ქონდა ძალიანად სეზონში, ხო? თუ ყველაზე არა. ალბათ უფრო ყველაზე, იმიტომ რომ საჭირო მომენტში გაანეიტრალა შეიძლება ითქვას უოტსონმა. ანდრიევიჩი და არ მისცა გასაქანი. ნახოთ დღეს როგორ დასრულდება მათი დუელი. 2.3 წამი შესატევად USA-ს სული ბურთი გაუშვა კაკუშაძემ ვერ ჩააგდო და დაცვაში ცუდი თამაში. და ამატა ორესმა და 7-5 უკვე ანგარიში. ძალიან უყურადღებოთი თამაშა სოხუმებმა კალარბურთელებმა დაცვაში. 2 წამი ქონდათ, ხო, რეალურად გასაძლები ესე უხეშად რო ვთქვათ და ვერ მოახერხეს არის დაცვა. კარგად დაიწყო მასვინძელმა გუნდმა 5-0 იყო, თუმცა ამის შემდეგ 3 წუთი გავიდა და ბურთი აღარ ჩაუგდეთ საფრესმოდად სტუმრებმა 8 ქულა მოიპოვეს და 3 ქულით იგებენ. ნახოთ ეს შეტევა. შეწყვეს თუ არა შალ სერიას სოხუმი. რა ახლა შეხვედრა გეგუჩაძემ, პარკერი, ლეონიძე ედუაშვილი უნდა ესროლო სამქულიანიდან არ ვარდება და ჰედი დაიძრა. თავადვე არა გამოუტანა კაკუშაძეს. აი აქ მე მგონი კაკუშაძეს თავიდანვე უნდა ესროლა. ჰედმა კარგად გამოუტანა და ქონდა მას სივრცე და დროც სროლის მოსამზადებლად, თუმცა ორი სროლა იქნება. ამჯერად ჯარიმდება დეშო პარკერი და უოტსონი დადგება ერთგულიანი. უოტსონი ძალიან ცუდად ისვრის ერთგულიანებს, ნახოთ ამ შემთხვევაში რა იქნება. გასტურად გააფუჭა პირველი. გაურისკავდა ვიტყვი არ ჯერო მეორეც შეიძლება დიდი შანსია გააფუჭოს. ნახოთ წინა თამაში საერთოდ არ დამდგარა საჯარიმოს ხაზზე და ნახოთ. არა, ვერ ჩააგდო. 9-დან 7 ბურთი გონა წინა შეხვედრაში შარდებული უოტსონს და არც ერთი აქედან საჯარიმო არ იქნებოდა. გუჩაძე და ვერ გაუგეს ერთმანეთს ისევ მორიგი წუნი შეტევაში სოხუმის საქართველოს მხრიდან და შანსი არის რომ კიდევ უფრო გაიზარდოს სტუმართა უპირატესობა. და ამის შემდეგ რომ ალბათ ტაიმაუტსაც უნდა ველოდოთ ახლა თუ სტუმარმა გუნდმა მოახერხა ქულების აღება, კაზანჯიანი ალბათ აიღებს. შალი სერია უკვე სოხუმის საქართველოსიდან. მარტო ამის გამო გის ალბათ ერთი ტაიმაუტის გახარჯვა. უორენსმა ვერ ჩააგდო, თავადვე დაამატა და ზუსტია. თუმცა არ ჩაროს კაზანჯიანი. 11-0-ია გაქცევა, ხო? 4 წუთში 11-0 კაზანჯიანიც არ ჩარობს ჯერჯერობით წუთშესვენების აღებას. ანდრიევიჩი გაუფარა უოტსონმა პარკერს და ბურთი დარჩება სოხუმს. კარგი ქმედებები უოტსონის მხრიდან 10 წამი შესატევად. გუჩაძე განაახლებს შეხვედრას, ბერუაშვილი მოძებნა და ჯარიმა. ეს არ იქნება სასროლი ჯარიმა. მეორეა რევაზაშვილისთვის, აი ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყურადღება. მეორე რევაზაშვილი აქვე ყავს და შეცვლის ძმას. ვოლგა გუჩაძე განაახლებს შეხვედრას, თუმცა მანამდე ბაზუაშვილი შემოდის, ნახოთ. დაისვენებს ბერუაშვილი. ბერუაშვილს არ გამოუვიდა ჯერჯერობით მატჩი უქულოდ დამტოვა. კარგი პირველივე ძდელობა ჰქონდა ბაზუაშვილს ვერ ჩააგდო, თუმცა დამატებაზე გატეხა ნავსი მასიმძელმა გუნდმა და ორი ქულა ჩააგდეს სწრაფ შეტევაში კი უოტსონი. აქ რა ხდება, ხო? არეულობა როგორი და ბურთი საბოლოოდ დარჩა სტუმრებს. USA-ს ჩებო ბურთი და ჰედი განაახლებს შეხვედრას.
და ბურთი საბოლოოდ დარჩა სტუმრებს. USA-ის რჩება ბურთი და ჰედი განაახლებს შეხვედრას. კაკუშაძე, ჰედი. კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა, თუმცა ვოტსონმა ვერ მიიღო ეს ბურთი. ფეხებში მოუწია პასის გაკეთება და საკმარისად ვერ დაიხარა, შეიძლება ითქვას ვოტსონი, რომ ამ ბურთს დამორჩილებოდა. პარკერი. კაკუშაძე. დაკიდა პარაშუტი, ვერ ჩააგდო და ვოტსონი კარგია მოხსნაზე. კაკუშაძეს გადააწოდა, კაკუშაძე დაიძრა. კარგი დაცვა, მაგრამ გამოძრა კაკუშაძე კარგად, ჰედი. თავადვე შევიდა, ვერ ჩააგდო და ბურთი USA-ის. ლეონიძეს ხდება ბურთი. უმალვე ბრუნდება ბერუაშვილი, ნახოთ ლეონიძე დაისვენებს თუ არა, სარაგებუჩაძე დაისვენებს და ვოტსონის ნაცვლად შემოდის უქსანოვიჩი. საშა უქსანოვიჩი. კიდევ ერთი ლეგიონერი. კაკუშაძე, ჰედი. უქსანოვიჩი და წაართვა ხელიდან გამოგიჭა ბურთი პარკერმა, ბერუაშვილი და ჯარიმა. პირველი პერსონალურია სლოვენიისთვის, ხოლო ამოწურა უკვე ჯარიმების პრემიერი USA. ბერუაშვილმა ვერ შემოიტანა კარგად ბურთი, დაიკარგა და საფასურის სწრაფშეტევაში გადმოდის USA. კაკუშაძის სამქულიანი არაზუსტია, თუმცა ვერ მოხსნა კარგად ბურთი უქსანოვიჩმა და უკვე ბაზუაშვილი მოდის შეტევაში და ორი სროლა იქნება. ცოტა გაურკვევლობა იყო, უხიანიძემ დასტვინა ჯარიმა შეტევაში, კირილე თვაურმაკი დაცვაში. ნახოთ, მოითათბირებენ და საბოლოოდ გადაწყდება რომელი ჯარიმა იყო. ხო, აქვთ იმის საშუალება, რომ ვიდეო რეფერისაც გადახედონ. მე მგონი რომ შეტევაში უფრო იყო, იდგა, დაფიქსირებული ჰქონდა. დაფიქსირებული ჰქონდა აქ რაღაც ფეხები. არა, დაცვაში ჯარიმა. დააფიქსირეს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ შეტევაში იყო. კარგად იდგა მყარად ფეხებზე კაკუშაძე. თუმცა გვექნება ორი სროლა. ბაზუაშვილი შეასრულებს ორ საჯარიმოს. პირველი ზუსტია, 8-11 ანგარიში. ბაზუაშვილი შემოვიდა და უკვე ნავსი ხომ გატეხა და შანსი აქვს რომ მეოთხე ქულაც აიღოს. და გახდეს საუკეთესო მეკულე ამ წუთისთვის თავისი გუნდის შემადგენლობაში. კაკუშაძეც დაისვენებს და პერტაია დაბრუნდა. შემოვიდა უპროსტორად და გაატარეს პირველ წუთებს აქ ჰედი რა სწრაფია, გაუგებრობა, მაგრამ ჰედი უმალვე გაერყვა და ჩართო რეაქტიული სისწრაფე თავისი. შეუნარჩუნა გუნდს საკუთარი გუნდს. PJ ბირდი შემოსულა ამასობაში ლეონიძის ნაცვლად და კი უქსანოვიჩი არყოს თამაში წესებს და დაკარგვა. ხო, საშა აშკარად ვერ შემოვიდა კარგად. ეხლა გარბენი, ხო გარბენი იყო. მანამდე წინა მონაკვეთში ბურთი დაკარგა. ცოტა უნდა გამოფხიზლეს საშა უქსანოვიჩი. მისი შემცველი არ უჭირს სათადარიგოთას. ხო, აქცე არ არის პრობლემა, გადასვავენ. და ცოტა უკეთ უნდა ითამაშოს თუსურს რომ დიდი სათამაშო დრო მიიღოს. PJ ბირდი ბრუნში ეს როლა ჩააგდო და გაათანაბრა ანგარიში 11-11. უკვე USA-ის უჭირს ქულების აღება. ზოგადადაც დაბალ შედეგიან თამაში გვაქვს, მაინც ეთყობა. გაძაბულობა კი ბატონო, ფინალი რომ არის და მორიგი არაზუსტი შეტევა, ამჯერად უორენსმა გააფუჭა, სწრაფი შეტევა. პარკერი
უკვე გადავიდნენ პოზიციურ შეტევაში. ასმძლები პარკერი ანდრიევიჩი ძალიან ჭკვიანური გადაცემა, რომელიც ჩაჭრა უორენსმა. კარგი ჩანაფრიქი ჰქონდა ანდრიევიჩს და საბოლოოდ გუნდი მაინც მასმძლებს რჩება 10 წამი. პარკერი ანდრიევიჩი ორი ქულა რომელიც არ ჩავარდა და ბურთი მოხსნა უორენსმა. ჰედი შევიდა ჰედი და +1 ძალიან დროული ენდვანი თავის მხრივ უკვე ეს შალის სერია შეწყვიტა VSA. მეოთხე ქულა ჰედს და მეორე პერსონალური მიიღო დეშონ პარკერმა. აკო ვახტანგაძე შემოდის. პარკერის ნაცვლად ვახტანგაძე წინა თამაში უკვე ბოლო 5 წუთებში გამოჩნდა, როცა სიტუაცია უკვე გადაწყვეტილი იყო ყველაფერი. ძალიან კარგად გამოჩნდა თან, ხო? კი. აქტიურად გაბედულად შემოვიდა და გარკვეული ქულებიც მოაგროვა. აქ ჰედის საჯარიმო რომელიც ზუსტია და 11-ით 14 გახდა ანგარიში. სწორედ ვახტანგაძე ბურთით ბერდი გაიხსნა. ანდრიევიჩი ვერ ამოვიდა ბლოკზე კარგად, საბოლოოდ ბერუაშვილთან მივიდა ბურთი, უნდა შეუტიოს აქ ძალიან კარგი მოძრაობებით. ფარფლში დარჩა მარტო ბერუაშვილი და მარტივი ორი ქულაც ჩააგდო. ჰედი ნერვებს უშლის თავისი სისწრაფით ბენგონი კოლას, ხო? და ლევაზაშვილის გასროლა პერიმეტრი და 17-ით 13 უკვე 4 ქულას იგებს VSA. ეს სამიანი რომელიც არ ჩავარდა, ანდრიევიჩმა ნახი კვლავ ტექნიკური წვრილი ჰქონდა. გაუვარდა ბურთი ხელიდან, მაგრამ გადარჩა საბოლოოდ. აქტიურად ითამაშა ანდრიევიჩმა, თუმცა ბურთი რჩებათ მაინც VSA-ის კალათბურთელებს. მცირე შეფერხება. გაგრძელდება უკვე შეხვდა პერტაია განაახლებს მატჩს. ია კაზანჯიანის გვეს ეკრანებზე. პერტაია ამოუკანა აპირებდა რევაზაშვილის მოძებნას, თუმცა ვახტანგაძემ ეს ჩანაფიქრი გამოიცნო, თავადე გადავიდა შეტევაში. ბაზუაშვილის ორი ქულა, ზუსტია. ბოლო წუთი პირველი პერიოდის. მეექვსე ქულა იყო უკვე გუნდის კაპიტანმა, კი ჯარიმდება ვახტანგაძე და PJ ბერდი დაახლოებით წუთნახევარია ითხოვს challenge ჰედთან მოუვიდა მას შეტაკება, ესე რომ ვთქვათ, რამდენიმე მომენტის ეპიზოდის წინ და იმის მერე ითხოვს აქტიურად და არ უსმენენ ამ თავის გუნდში და მე მგონი ხო და მაგას ვიძახი, დროა დაივიწყოს მე მგონი ეს ამბავი და გადაერთოს თავი და ბოლომდე თამაშზე. როგორც კი ვახტანგაძე იღებს პერსონალურ სამ შეფრევაში, რომელსაც პირველია გუნდური კი მეოთხე. და კაკუშაძე შემოდის სწორედ ჰედის ნაცვლად. მოარიდეს მაინც ჰედი ახლა უსიამოვნებას ისევ რო პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო. კაკუშაძე ვუქსანოვიჩის სამქულიანი არ ვარდება და ანდრეევიჩი ხსნის. ვახტანგაძე ანდრეევიჩი რევაზაშვილი უდგას მას და ორი სროლა. ვუქსანოვიჩი ჯარიმდება. და კარგად იცავდა რევაზაშვილი თავს, თუმცა ვუქსანოვიჩი გადავიდა და ხელშიც ჩაარტყა. მეტოქეს რის გამოც გვექნება ორი საჯარიმო სროლა.
პირველი ვერ ჩააგდო. და ჯერჯერობით ისევ უქულოთ არის. მეორე სარვარდება და უორენსი კარგია მოხსნაზე. პერტაია კაკუშაძე მიიღო ბლოკი, გუნში შევიდა და ორის როლა, კარგი მოძრაობები ქონდა. იმსახურებდა ალბათ ეს ეპიზოდი ზუსტ დასრულებას. შეუძლია პრინციპში დაასრულოს სროლებით უკვე. ანდრიევიჩმა კი მიიღო პირველი პერსონალური. არვარდება პირველი საჯარიმო. გუნდების ბალკანელ მოთამაშეებს ჯერჯერობით თამაში არ მისდით, ხო? ანდრიევიჩიც და უქსანოვიჩიც ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე. და უნდა იყოს უფრო აქტიური ანდრიევიჩი ვოტსონის გასვლის შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის. ვახტანგაძე, პერტაია ეთამაშება, პიჯეი ბირდი, ბაზუაშვილი, ანდრიევიჩი. სივრცე აქვს, თუმცა არ ესროლა ვახტანგაძე. თავად გადააგდო ბურთი, ვერ ჩააგდო დამატებაზე ბაზუაშვილმაც ვერ გამოიყენა ეს შანსი და სრულდება ამით პირველი მეოთხედი. 18-15 იგებს სტომარი გუნდი. PSA იგებს შეხვედრას. დავიწყებთ ტექნიკურით, როგორ ჩანს. რომელიც მიიღეს მასმიძლებმა. არ ჩავარდა ეს. ნასროლი ჰედის კაკუშაძე დაიწყებს ბაზუაშვილმა მიიღო ეს ტექნიკური ჯარიმა. კი ბატონო, ბაზუაშვილმა მიიღო ჯარიმა ალბათ თავის ბოლო ეპიზოდზე ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვდა და ზედმეტი მოუვიდა, ალბათ გაპროტესტება და ამიტომ დაისაჯა ტექნიკურით. თუმცა ვერ გამოიყენეს ეს შანსი სტუმრებმა. ჰედი უკანაბიჯით სამიანი ვერ ჩააგდო დამატებაზე უქსანოვიჩი და მოსაჯერიმო შეასრულებს სტუმართა ცენტრი. კარგად ის კიდე დაჯარიმდა. კარგად იმსახიობა ბოლო ეპიზოდში ჰედმა და ამიტომ მიიღო გაფრთხილება, სიტყვიერი გაფრთხილება ეგრეთ წოდებულ ფლოპინგზე. შემდეგი გაფორმება კი დაიჯება ტექნიკურით სტუმართა მხრიდან. ჰედს მოკლედ არ შეუძლია მშვიდად ყოფნა, ხო? ველისვენებს. მეორე საჯარიმო ჩააგდო უქსანოვიჩმა 19-15. ვახტანგაძე, ერუაშვილი, ბაზუაშვილი, პიჯეი ბირდი. ვახტანგაძე, ნახოთ როგორ დაასრულებს ამ შეტევას, ძალიან ჭკვიანური გადაცემა და სწორ ჯარიმას იღებს პერტაია. ახლა სროლები რამდენად ზუსტი იქნება. შეუძლია სოხოს ორ ქულამდე შეამციროს სხვაობა. სიმაღლეში ქონდა წულეისკის უპირატესობა, პერტაიას რო არა იყო ჯარიმა, მარტივ ორ ქულასაც ჩააგდებდა სტუმართა მასმიძელთა ფორვარდი. გავიდა პერტაია და გავიდა უქსანოვიჩი. რევაზაშვილი და ორენსი გამოვიდნენ. პირველი საჯარიმო ვერ ჩააგდო წულეისკირმა. მეორეც არაზუსტია და ბურთი რჩება ჰედს. კაკუშაძე, ჰედი. ორენსმა მოიძინა, თუმცა კაკუშაძე მოწევნა ჰედმა. რევაზაშვილი. 5 წამი უკვე შესაძლებლად რაღაც უნდა მოიფიქრო. კაკუშაძის ორქულიანი არ ვარდება და ჯარიმდება როგორც ჩანს ბაზუაშვილი. ნეიტრალურ ფურცელ ბრძოლისას არა.
ჯარიმა მიიღო წულეისკინმა. იქ ხელი დაუჭირა მარჯვენა ხელი ახლა გამეორებას გამოჩნდა. ვოტსონს შესაბამისად დაჯარიმდნენ მასმიზლები. მაიზე რევაზაშვილი ვერ აგდებს. ვერ შეიმაგრა ბურთი ხელში. ახლოს იყო მორი შეტევაში მოხსნასთან. ვახტანგაძის ძალიან თამამი შესვლა და ზუსტია ეს ორი ქულა. 17-19. კაკუშაძე. თედი და ისევ ჯარიმდება წულეისკირი. ეს უკვე მესამე პერსონალურია და 2 წუთი არ გასულა უკვე გუნდური ჯარიმები ამოწურეს ლიმიტი. მასმიზლებმა 4 გუნდური აქვთ მათ და წინ კიდე 8 წუთი და 22 წამია მეოთხედის დასრულებამდე. თან არ დავავიწყოს რომ ამ 4-დან სასროლი ჯარიმებიც იყო, ანუ ისეც ვერ გამოიყენეს რომ სროლები არ ყოფილიყო. ერთის გარდა ყველა სასროლია. როგორც წინა შემთხვევაში ვოტსონმა ამჯერადაც 2-ში 1 გამოიყენა. და ძალიან მიკურს ეს კარგი პროცენტია მისთვის ძალიან. წულეისკირი ნახევარკაუჭი გაუშვა და ჩააგდო პირველი ქულები ვალერიან წულეისკირის ანგარიშზე. ქულა სხვაობა 19-20 ანგარიში. კაკუშაძე. მაიზე რევაზაშვილის სამქულიანი ზუსტია. ჩააგდო რევაზაშვილმა და არასპორტული ჯარიმა ჰედმა მაინც გამოსწვა. თან ვისთან? ვირთთან. გძელდება. და აგძელებს სამსახიობო. აქ შეიძლება გააკეთო, ხო? არ ამგონია ეხლა ეს ცოტა წაითამაშა ამისთვის არ ამგონია რამე ემუქრებოდეს, მაგრამ კარგი სამსახიობო ნიჭი აქვს ნამდვილად. აქ ჯერ არასპორტული და ეხლა ვნახავთ იმ მომენტს. თორსა აი გვაჩვენა. თავისი წაიქცა თავიდან ბოლომდე, სო გასაგებია. მე მეგონა რომ შეხებაზე გააკეთა ეს ყველაფერი. ბატონო. ხო, მაშინ არ ებუქრება ნამდვილად არაფერი. ბერდი შეასრულებს ორ საჯარიმოს და პლუს ბურთი დარჩებათ მასმიზლებს. არ ვარდება პირველი. მეორე ზუსტია. 20-23. ბატონო, სამქულამდე შემცვიდა სხვაობა. შესვენებას იღებენ VSA-ის ყალატბურთელები. ბურთი დარჩება სოხუმის საქართველოს 14 წამთან ერთად, რადგან მქონდა არასპორტული ჯარიმა. ნახოთ რა მოიფიქრეს როგორც ერთმა ისე მეორე გუნდმა პარკერი. ვახტანგაძე, პარკერი. ერთვის სამიანი, რომელიც არ გამოვიდა. ერთი დარჩებათ VSA-ის ყალატბურთელებს. ბრუნდება ანდრიევიჩი პარკეზე. წულეისკირი შეცვალა და ასევე შემოდის ბილი ალიევიც ხაზუაშვილის ნაცვლად. ორი ტანმაღალი ყალატბურთელი ეყოლება პარკეზე. სოხუმს. კაკუშაძე და ალიევის დაჯარიმდა. ეხლა რო გადავხედე VSA-ის ათადარეგოთას კამს თავისუფლად შეუძლია ხუთეული დააკომპლექტოს მაღლებით. ხო. მაგათი პოზიციები არ იქნება ზუსტად. მაგრამ რო დადგეს ხუთივე მაღალი თავისუფლად შეუძლია VSA-ის. ვოტსონი, უქსანოვიჩი, რევაზაშვილი და პულუზაშვილი. კი ბატონო. ხუთივე მაღალი ყავს. საინტერესო ნახავი ხდება ესეთი ხუთეული.
Watsoni რო იყოს გამთამაშებული. ეს უფრო საინტერესოა. ჩააგდო კაკუშაძემ ამასობაში ორივე საჯარიმო და 5 ქულამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა 25-20. პარკერი ალიევი ჯეიბირდი ალიევი 5 წამი რომელიც გადაგდებული ბურთი რომელიც არ ვარდება და უოტსონს შევა ბურთი კაკუშაძე შეტევაში ანდრიევიჩი პარკერი ბირდი და მარკევი ორი გოლა კარგი კომბინაცია გაითამაშეს ლეგიონერებმა მასწავლებლის მუჩი და 22-25 ჰედი ჰედს ჯერჯერობით 5 გოლა აქვს კარგი მოძრაობები აოდე შევიდა კონტაქტიც იპოვა და 2+1 ბრავო ჰედს მეშვიდე და წუთშესვენება პირველი რომელსაც ჯერმე ჰედი შეასრულებს ერთ საჯარიმოს ამ დროისთვის 7 ქულა 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა აქვს ჰედს პირველ ქულა ჯერჯერობით არ გამოვიდა დაიწყო სოხუმის იერიში პარკერი პარკერს ჯერჯერობით ქულა არ აუღია რაც ასაკვირია ანდრიევიჩი უოტსონი მეცინაამდე დაიჭერა ვერაფერს უხერხეს და მიიღო კიდევაც დაფარება ლოგიკური იყო ეს რომ მოხდებოდა იმდენი ხანი მოანდოვა ანდრიევიჩმა ეგ სიტუაციაში გარკვევას ვერა და ვერ უპოვა გასაღები ანდრიევიჩმა უოტსონს რომ არა რა უნდა მოუხერხო ხარ ვერც სიმაღლეს იყენებს არა და აშკარად ეთყობა რომ უფრო მაღალია ანდრიევიჩი ეს ბურთი მეგონი არ ითვლება გარბენი გაკეთდა 22-27 ანგარიში გავიდა თითქმის ნახევარი პერიოდის დაწყებიდან და კლაუ პარკერი გამთამაშებლად ნახოთ ამჯერად როგორ დახაზავენ ამ შეტევას პიჯეი ბირდი ლეონიძე გაუშვა სამქულიანი და ვერ აგდებს იმ ერთი სამქულიანის მეტი ჯერჯერობით ლეონიძემ ვერ ჩააგდო და ჯამშიც მასმისლებს აქვს მხოლოდ ერთი სამქულიანი 9 მცდელობიდან ჰედი თავის სტილში კიდევ ერთი გარბენი იშვიათია ხო ზედიზე ორ შეტევაში გარბენი დაგიფიქსირონ და გუნდება ოფსანოვიჩიც და რევაზაშვილიც თავის მხრივ ვოტსონი და რევაზაშვილი დაისვენებენ ძმები ჯერ ერთად ვერ ნახეთ პარკეთზე მაგრამ და წინა თამაში ნახეთ ძმების ძალა ერთად კი რას წარმოადგენს პარკერის ეს გადაცემა და ისევ არაზუსტი შეტევა უკვე ძალიან მოგროვდა წუნი ორივე გუნდის მხრიდან ეს ბოლო შეტევები ხო და ვერცეთი ვერ იყენებს ხო მეტოქე გუნდის უყურადღებობას და შეცდომებს ჰედი ნახოთ აბა დალაგებული შეტევა გვექნება თუ არა ამჯერად ლორენსი რევაზაშვილი თხოვდა ბურთს თუმცა უქსანოვიჩი საკარგად ძალიან ჭკვიანური გადაცემა და როგორ ჩაირბინა ჰედმაც ხო ძალიან კარგად ისე ჩაირბინა რომ მარტო დარჩა და ორი ქულაც აიღო ბაზუაშვილი ანდრიევიჩი მესე პასი ადრესატამდე არ მივიდა თუმცა მაინც მასმისლებს დარჩებათ ბურთი ბირდი პარკერზე შემოიტანა შევიდა პარკერი და ჩააგდო ანდრიევიჩმა დააყენა ძალიან კარგი ბლოკი ამ შეტევაში ჰედი ჩამოაშორა თავის თანაგუნდელს 24-29 ანგარიში აკუშაძე
ვორენსი, უქსანოვიჩი, რევაზაშვილი და ზუსტია რევაზაშვილის ნახევარკაუჭი 31 ქულა უკვე VSA-ის ულაბაში. TJ Bird-ი შორი ორქულიანი, რომელიც ზუსტია. არავინ უშლიდა მას ხელს და გამოიყენა ეს ეპიზოდი. 26-31 ანგარიში. კარგია, გაცვლებული შეტევების შემდეგ უკვე ზედიზედ 4 წარმატებული შეტევა ვიხილეთ. ჰედი უქსანოვიჩი შევიდა თავად და ამასაც მოხერხება უნდა. ამასაც კი ბატონო, სადაო იქნება და ბურთი დარჩებათ მას პინძლებს. მორგი შანსი რომ შეამცირონ სხვაობა მას პინძლებმა პარკერი. ბერვაშვილი და ჯარიმდება ლევან რევაზაშვილი. ეს მხოლოდ მესამე გუნდური არის სტუმრებისთვის, ამიტომ ერთი ჯარიმის მიღების უფლება აქვთ კიდევ მათ. ერთმა გამოიტანა ბურთი ბერვაშვილზე, პარკერი კარგი ბლოკი მიიღო ანდრეევიჩისგან და ეფექტური ჩატენვა, რომელიც შემოთავაზა მასპინძელთა ცენტრმა. შემცირდა 3 ქულამდე სხვაობა კაკუშაძე შეტევაში. პარკერი უდგას მას და ჯარიმა გვექნება 2 სროლა. კაკუშაძე დადგება საჯარიმო სასროლად, პარკერს კი მესამე პერსონალური აქვს. არ ვარდება პირველი. ოცდაოთხ 31 ანგარიში. მეორე გამოიყენა და მე-6 ქულა გახავთ ეს კაკუშაძისთვის. ჯოჯრობით 10 ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია ერთ-ერთმა კალათბურთელმა. ხო, ისე გუნდურად უტევენ, ხო? და აგროვებენ ქულებს როგორც ერთი გუნდი, ასევე მეორე. პარკერის ეს პასი საბოლოოდ მაინც მასპინძლებს რჩებათ. ბაზუაშვილის 2 ქულა და 2 ქულამდე შემცირდა სხვაობა 32-30 იგებს VSA. კაკუშაძე, ჰედი. ისევ კაკუშაძე, ვორენსი, კაკუშაძე. მივა ჰედამდე ბურთი? პერიმეტრია თამაშები ბურთს, ვორენსი შევიდა თავად, ვერ ჩააგდო. თუმცა ისევ მაშაოვარდა ბურთი. და 24 წამით სამოიწურა ამასობაში. 2 წუთი დიდ შესვენებამდე. აია დაძაბული თამაში გვაქვს. ქულა-ქულაში მიმდინარეობს. ხობა რომ განსხვავებული სცენარით მიმდინარეობს, ვიდრე წინა დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. პარკერი კაკუშაძე უდგას მას. და გაიხსნა დევეფანი, ვერ ჩააგდო, თუმცა დამატებაზე ანდრეევიჩი კარგია და გაათანაბრა ანგარიში უკვე დიდი ხანი გავიდა იმ შემდეგაც ბოლოს ქონდა საყანწო ანგარიში. 32 წუთი და 54 წამი პირველი ტაიმის დასრულებამდე 32-22 კაკუშაძემ ანაახლა შეხვედრა თავადვე აკონტროლებს ბურთს. უქსანოვიჩი გამისგან მოულოდნელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ კარგად გაერკვა ხო მაინც. კაკუშაძე ვორენსი მარტო გაუშვა 3 ქულიანი და ჩააგდო. ეტყობოდა ტრაექტორია, რომ ეს ბურთი ჩაეშვებოდა და დაიბრუნა ლიდერობა სტუმარმა გუნდმა. ახლა როგორი იქნება სოხუმელთან პასუხი? პარკერი აიწია და ჩააგდო. პასუხა 2 ქულიანით. ჯერმეინ ჰედს.
ისე უქსანოვიჩი მალა მოწეული, ჰედი, რევაზაშვილი, რატომაც მეგონა რომ ესროდა. რევაზაშვილი უქსანოვიჩის ეს გადაცემა არაზუსტი აღმოჩნდა და პარკერი შედის და გვექნება ორი სროლა. შანსი სოხუმს რომ დიდი ხნის მერე პირველად გავიდეს წინ თემადელ შეხვედრაში. პირველი პერიოდის შუაში იყო, ხო? თუ სწორად მახსოვს. ბოლო ესეთი შემთხვევა. პარკერის პირველი საჯარიმო ზუსტია. მეორეს ცდილობა და მეორეც ჩააგდო პარკერმა. დაწინაურდა მასმიძელი გუნდი და დაისვენებს პარკერი გეგუჩაძე დამოწმების ნაცვლად. პაკუშაძე. ბლოკი ვერ მიიღო უქსანოვიჩისგან, ისე პაკუშაძე უორენსი აიწია სამქულიანიდან, ვერ ჩააგდო და გუნდით შებათ მასმიძელს პიჯეი ბირდი, ანდრიევიჩი, გეგუჩაძე, ისევ ბირდი, ჯარიმა. ცუდი ჯარიმა, რომელიც აიღო ორენსმა, იქნება ორი საჯარიმო სროლა. მეორე იყო ორენსისთვის ეს პერსონალური. საჯარიმო შეასრულეს ბირდი 7 ქულა აქვს ამ მომენტისთვის. პირველი ვერ ჩააგდო. მეორე ზუსტია. 37-35 ანგარაში. აკუშაძე. ედი. მეგოიტოს ბოლო შეტევა მას სტუმრებისთვის სამ პერიოდში. სანოვიჩი ლევაზაშვილი და ვერ აგდებს, თუმცა თავადვე იაქტიურა მოხსნაზე საბოლოოდ ანდრიევიჩი ჩაუვარდა ბურთხელებში და ბერუაშვილი. გეგუჩაძე ბერუაშვილი და ორი ქულა. 39-35 4 ქულით მოიგო პირველი ნახევარი სოხუმის საქართველოს. შევისვენოთ ცოტა ხანი გუნდებთან ერთად და სულ მალე დავგიბრუნდებით. ლიგის გათამაშების ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ სერიაში ანგარიშია 2-1 ლიდერობს VSA. ნახოთ საკუთარ კედლებში სოხუმის საქართველოს შეძლებს თუ არა ანგარიშის გათანაბრებას. ამისთვის ნახოთ 4 ქულას იგებენ და თავარია რა იქნება თამაშის ბოლოს. 39-35 ასეთი ანგარიშია. და ტრადიციული სურათი ჰედი თავისი სისწრაფეებით ცდილობს გულები მოუპოვოს სტუმარ გუნდს. ბოლომდე ჰედს არა, მაგრამ ორენსმა შესვენების შემდგომ პირველი გულები აიღო 39-37 ანგარიში. ორენსაც არ აქვს ცუდი თამაში. მეცხრე ქულა იყო და შეტევაშიც რამდენიმეჯერ მოხსნა ბურთი. აქ არ ვარდება ანდრეევიჩის ეს ნასროლი და ჯარიმდება პიჯეი ბირდი. ჯერმენ ჰედის წინააღმდეგ. ხო, ჰედის და ბირდის დუელი დღეს გამორჩეული ის არის, ხო, დაპირისპირებაა. ვერ მეგობრობენ აშკარად. ახლა ისე მასთან მივიდა. ხო, ეს გაგრძელდება მთელი შეხვედრის განმავლობაში დარწმუნებული ვარ. თავარი არ დაიწყო სიტუაცია და ჯანსაღი დაპირისპირება და კონკურენცია დიდებული ამბავია. მაიზა ლევაზაშვილი, ჰედი, ორენსი. კარგი გადაცემა, ლევაზაშვილმა ესროლოს და ჩააგდო კიდევაც გაათანაბრა ანგარიში 39-39. როგორი კარგი ბურთი ჩააგდო, ხო, ლევაზაშვილი. ნახოთ სოხუმის შეტევა. ლევაზაშვილი
ბაზუაშვილის ორფულიანი არ ვარდება და ვერ დაიწყო სოხუმმა ფაქტია კარგად ეს პერიოდი ჯერჯერობით ქულა არ აქვს საპირისპიროდ 4 გაუშვეს და 6 ამასობაში 2+1 მოცონის კარგი თამაში და ჯარიმდება ბაზუაშვილი რომლისთვისაც იყო მეორე პერსონალური ჯარიმა პირველ ტაიმში 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და თან უცნაური სროლის კი ისურის აი ძალაზე გაკეთებული სროლა ხო ადამიანს რო ისური რაღაცას აი ეგეშ დაბეჭდებას მიტოვებს ხოლმე რაღაც დაუშავა ფარმა საპასუხოდ ვორენსი იღებს მესამე პერსონალურს და პარკერი შეასრულებს საჯარიმოებს. პირველი არ ჩავარდა. არც მეორე არ ჩავარდა. და კაკუშაძეს რჩება ბურთი. და საპასუხოდ ანდრიევიჩი იღებს ჯარიმას. 2-1-ზე, 3-1-ზე ამასობაში ჯარიმები. კაკუშაძე ჰედი. ათამაშებს ჰედი ბურთს, ეძებს შეტევის განვითარების გზებს, კაკუშაძე იპოვა. რევაზაშვილი ფარქვეშ გამოვიდა საჯარიმოდან. წამი უნდა ესროლოს ჰედი გრაზუსია პიჯეი ბირდის ხელიდან ჩააგდო ჰედმა და 5 ქულამდე გაზარდა სტომართა უპირატესობა მე-12 ქულა უკვე ჰედს და გადალახა მან 10 ქულიანი ზღვარი ერთადერთი კალათბურთელია ამ შეხვედრაში და მანვე მიიღო პერსონალური მეორე გახალთ მისთვის გუნდურიც ამდენივე აქვს VSA-ს 7:38 დარჩენილი პერიოდის დასრულებამდე. ბაზუაშვილი პარკერზე შემოიტანა ბურთი. კარგი გათამაშება და ბაზუაშვილის ორი ქულა. კაკუშაძე. რევაზაშვილი ისევ კაკუშაძე ჰედი აუშვა სამქულიანი და ჩააგდო ზედიზედ მეორე სამქულიანი უმალ კაზანჯიანის ტაიმაუტი 47-41 გამოცდილი კოტეტურში ახალგაზრდა გიორგი ჩაჩხიანის წინააღმდეგ ესე რა ვთქვა ჩაჩხიანმა ორ ძალიან კარგ სპეციალის აჯობა ხო უკვე უშუალო დუელში ანატოლი ბოისას და ავით როგავას. ნახოთ რა იქნება თასის ნახევარფინალში და უცბად რო დავასრულოთ მეორე შეხვედრაში თესეო ბათოს მიიღებს 6-ის ნახევარზე ხოლო ფინალი გაიმართება ზეგ 10 აპრილს 7 საათზე სამივე შეხვედრა სუმასიმძლებს თბილისის არენა. ამასობაში შემცირდა სხოლობა ბერუაშვილის ზუსტი ორფულიანით კაკუშაძე ჰედი და ჯარიმა თქონდა ჯარიმას იღებს პიჯეი ბირდი მისთვის მეორე პერსონალური გუნდური უკვე მე-4 ორნაბიჩი აპირებდა შესვლას ჰედი თუმცა ბირდმა არ გაუშვა და მიიღო პერსონალური ჰედი კაკუშაძე ესროლა სამქულიანი და არ ვარდება წამოვიდა სოხუმის შეტევა პარკერი ქულა ორი ქულა გაუშვა ვერ ჩააგდო და მაიზა რევაზაშვილი სმის ბურთს რაღაცაირი მომენტი ხო ეს ორიანი არაფერში არ ჯდებოდა ნაჩქარები სროლა შეასრულა და არ გაუმართლა მაინც შეტევაში რჩებიან მასმძლები გრუნში ორი ქულა და არ ვარდება ისევ რევაზაშვილი ხსნის ჰედი დაიძრა სწრაფ შეტევებს უმატეს გუნდებმა რევაზაშვილი უორენსი და
ბერუაშვილი ჯარიმდება, გვექნება 2 სროლა. ორი გუნდური ჯარიმა აქვს დღევანდელ შეხვედრაში VSA-ის აღებული. რაც გარკვეულწილად ფუფუნებაა, ხო, ნახევარი ტაიმი როცა წინ არის, შეგიძლია რამოდენიმე კარგი შეტევა გააჩერო ჟენი მოწინააღმდეგის. წინა მეოთხედშიც ასე იყო, ბოლო წუთებამდე 2 ჯარიმით იყვნენ. და ახლა პირველი ჯარიმების ლიმიტი ამოწურეს მასმინძლებმა. უორენსმა პირველი ჩააგდო, მეორე ვერ გამოიყენა და თურქეთ პარკერი. რას გადაწყვეტს პარკერი, PJ ბირდი, ბერუაშვილი სამქულიანი ჩააგდო. ამ ხრივაც გაწყდა ნავსი, ძალიან დიდი ხანია სამქულიანი არ ჩაუგდია. მასმიძელ გუნდს და საბოლოოდ გამოიყენეს დისტანციიდან სროლა. 2 ქულამდე შემცირდა სხვაობა, ნახოთ 10-ში 2 სამქულიანი აქვს მასმიძელ გუნდს. ხო, ძალიან ცოტა 10-ში 2. უორენსის საპასუხო გასროლა არ ვარდება. ვოტსონი იბრძოდა, თუმცა მისგან ტოვებს ბურთი მოედნის ფარგლებს. ანუ შესაძლოა 30 და 6 ქულა აქვს აღებული, ხო? ციფრებში რომ გადავიყვანოთ ეს ყველაფერი. 11-დან 5, ეს უკვე მე-12 მცდელობა იყო, 5 აქვს ჩაგდებული VSA-ს. პარკერმა განაახლა შეხვედრა. რას მოიფიქრებს, ჯერჯერობით თავად აკონტროლებს ბურთს PJ ბირდი, ბერუაშვილი. კარგი გადაცემა და საერთოდ კარგი კომბინაცია. შეიძლება იყოს კედელი გაითამაშა ანდრეევისთან, თუმცა ვერ დაასრულა. თავადვე და საპასუხოდ სწრაფ შეტევაში უორენსი კარგად თამაშობს და 4 ქულამდე ზრდის უპირატესობას. 50-46. მორიგი არასდროს შეტევა, თუმცა ბაზუაშვილი კარგი ამოხსნა და 2+1. ბერუაშვილი კარგად თამაშობს. ვოტსონს ბრავო, ნახე, პირველი პერსონალური იქნება მისთვის ეს და მისი პოზიციიდან გამომდინარე უცნაურია ნამდვილად ერთი ჯარიმა მხოლოდ და მხოლოდ მთელი შეხვედრა კარგი გაგებით ის და ანდრიევიჩი ჭიდაობენ ერთმანეთში. მაგრამ კარგად რო იცავს თავს აქედან გამომდინარე ჯარიმად არის ანდრეევიჩი 2 ჯარიმა აქვს ამ დროისთვის. საჯარიმო ზუსტია 50-49 ერთი ქულა მხოლოდ და მხოლოდ სტუმართა უპირატესობა. ძალიან კარგი დაძაბული შეხვედრა. კაკუშაძე, ვოტსონი, ჰედი. რევაზაშვილი საჯარიმოს ხაზიდან გაუშვა, თუმცა ვერ ჩააგდო და ბერუაშვილმა მოხსნა შანსი ლიდერობის დაბრუნების მასმიძიებს. პარკერი აიწია ეს სროლა ფარიდან სადა ბურთი ჩაგდება არ გამოუვიდა ჰედმა გარისკა ცოტათი მაგრამ გამოუვიდა ამ რისკმა გაამართლა საბოლოოდ ისო PJ ბირდი რო შეერჩა ხო სხვა იცი რა მე მგონი იცოდა ვინც ყავდა წინ და ეგრევე ფეხებში დააჭედა შეიძლება ითქვას რევაზაშვილი კარგი დაპირის დუელი კი არის. თუმცა დაისვენებს ბირდი ეტიკი კვლავ მოედანზეა. თავადვე ცდილობს რაიმე მოიფიქროს უორენსი სასროლია უკვე შევიდა და ჩააგდო. მე-14 ქულა უკვე უორენს. მასზე მეტი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ჰედს. 14 ქულა და 8 მოხსნა აქვს უორენს, ორმაგ დუბთან ძალიან ახლოს არის. ანდრეევიჩი, ბაზუაშვილი, ლეონიძე, ანდრეევიჩი კვლავ და აი მეორე ჯარი. მეოთხე გუნდური. ორივე გუნდს ამოწურული აქვს უკვე ჯარიმების ლიმიტი და თამაშს განაახლებენ მასმიძლები.
მოუწეს გეგუჩაძე შემოიტანს გურთს. პარკერი გეგუჩაძე ბაზუაშვილი გუნში გაუშვა ორი ქულა და ზუსტია. ისევ ქულა სხვაობა 51-52 ანგარიში. აკუშაძე ჰედი დაიძრა, გაუშვა და არ გაუმართლა, არ ჩავარდა, მოხსნაზე. ვის? ორენსი შესანიშნავია, ისევ აქტიურად თამაშობს მოხსნაზე. მე მგონი შეტევაში უფრო მეტი მოხსნა აქვს მას ვიდრე დაცვაში. ეს იყო მეხუთე მოხსნა შეტევაში მის გუნდს. აქ ვოტსონი ხსნის. აკუშაძე მეორე მცდელობა ზედიზე ორენსის ისევ არაზუსტია და გუნდი ჩებათ მას მისდევს. 5 მოხსნა შეტევაში, ორენს 4 დაცვაში. საშა ვუქსანოვიჩი და რევაზაშვილი, ვოტსონის და აბა თუ გამოიწვია ფისაკით. არა და არა თამაშობს ჯერჯერობით ორივე ძმას ერთდროულად პარკეტზე. პარკერი ლეონიძესაც სამქულიანის მეტი ჯერჯერობით არ ჩაუგდია. ბაზუაშვილი გაუშვა ორქულიანი ვერ ჩააგდო და საბოლოოდ კაკუშაძეს ჩაუვარდა ხელებში. თავადვე გადაწყვეტა ამ შეტევის დასრულება არ გამოუვიდა და შანსი მორიგი უკვე მას იმძლებს. გეგუჩაძე შევიდა და მიიღო კიდევაც ბლოკი. ორენსი შესანიშნავი გადაცემა და +1. ასე დასრულდა ის მშრალი მონაკვეთი რამოდენიმე ეპიზოდისგან რო შედგებოდა. ერთაია კაკუშაძის მაგალითად. ჯერჯერობით ეც არ ასვენებენ. ალბათ ერთი კაიგი გაქცევა უნდა VSA-ის რომ ფედმა ცოტა ამოისუნთქოს. ხო, ესეთი გაქცევის გაკეთება მარტივი არ არის. საჯარიმო არ ვარდება და პარკერი. და ბევრი საჯარიმო ფუჭდება. ზავანდა შეხვედრაში 19-ში 9 აქვს ჩაგდებული VSA-ის 16-ში 7 50% არც ეს გუნდს არ აქვს ჯერჯერობით. ედი ძალიან კარგი გადაცემა და ძალიან კარგი იყო ყველაფერი. დაუხატა ჰედმა ორენს და ჩააგდო ეს ბუთით სამუკანასკნელი. ხომ არ გონია რომ მეთოდურად ზრდის უპირატესობას VSA. ჭირდება სოფლს რაც შეიძლება მალე ქულები რომ არ გაიქცეს მეტოქი. გუჩაძის მორიგი ორი ქულა. აქ ორი სროლა. ჯარიმა ვიხილეთ. ჰედი ჯერჯერობით რჩება პარკეტზე, მაინც უქსანოვიჩი შეასრულებს ორ საჯარიმოს. პირველი ზუსტია 53-57 ანგარიში. ხოთ მეორე საჯარიმო. ჩავარდა. მეორე ზუსტია 58-53. ხუთქულიანი უპირატესობა. არაზუსტი გადაცემა და ბურთი დარჩა VSA-ის. ეს ემოციები. ხო, ჩანს ხო როგორ ჩართულია თითეული მოთამაშე და რამდენს ნიშნავს. თითოეულ ეპიზოდში ჯერ ლოკალური გამარჯვების მოპოვება და შემდგომ უკვე
იფიქრო იმაზე, რომ USA ერთნაბიჯშია ჩემპიონობასთან და სუპერლიგის საგზურთან. აკი ჯარიმა და ორი სროლა გვექნება, გეგუჩაძე ჯარიმდება. და ოთარ პერტაია დადგება საჯარიმოების სასროლად. საკმაოდ გამოცდილი ოთარ პერტაია. აგდებს პირველ საჯარიმოს. 6 ქულა. არ ჩავარდა მეორე, სოხუმელი კალათბურთელები მოხსნაზე თამაშობენ. 7 წამი. პარკერი შევიდა თავად და ჩააგდო. აბურთი ჩააგდო. ორინსი გადაურჩა ენდვანს. 4 ქულიანი სხვაობა მივიღეთ მესამე პერიოდის ბოლოს 55-59 ანგარიში. ის ფაქტიც გამოსარჩევია, რომ 7 ქულაზე დიდი სხვაობა ბრუნდებით მეოთხედით ყველაფერი უნდა გააკეთოს სოხუმის საქართველოს რომ მოიგოს თეონდელი შეხვედრა და კონდეს game 5 გადამწყვეტი შეხვედრა თუმცა ჯერჯერობით ლიდერის ამპლუაში ყავს USA რომელიც 4 ქულას იგებს პარკერის ეს როლი არაზუსტია კარგია მოხსნაზე უოტსონი და კლავ ჰედი რომელსაც არ დაუსვენია მთელი მეორე ტაიმი ჰედი ბურთით აგი პასი ქონა ჩაფიქრებული თუმცა ჩაიჭრა და გეგუჩაძე ას გაუსია და ცუდად ფეხი თუმცა მაინც მას მიზებს რჩება ბურთი ბერუაშვილი უმეთვალყურეოდ გაუშვა სამქულიანი ვერ ჩააგდო თუმცა მოხსნაზე წულეისკები კარგია ისევ გეგუჩაძე და ამჯერად ჯარი. არჯერ მე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს თანამშრომელს და მეგობრს გივი ხუციშვილს შეგვიძლია ერთად მივულოცოთ ვაჟიშვილის შეძენა. სამთავით სულ რამოდენიმე წამის წინ გავიგეთ. ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვოთ მას. ერთები მოლოცვაში. ძალიან სასიხარბლო ამბავია. 55-59. ჯეი ბირდიკი განახლებს შეხვედრას ბერუაშვილი შევიდა და მიიღო დაფარება უოტსონისგან. სად მიდიოდა რომ მიდიოდა? ვერც მიდიოდა, ხო? კარგად ითამაშა უოტსონმა საფასუხო შეტევაში ვერ ჩააგდეს. სტუმრებმა და მორიგი შანსი სხვაობის შემცირების. ანდრიევიჩი და მისგან ტოვის ბურთი მოედნის ფარგლებს. აშკარად არ არის ფინალები ანდრიევიჩის. ზედზედ მეორე თამაში ძალიან ცუდად გამოხსოვრებს თავს. სამაგერო დამკაცის არის ფინალები. პირადად იგებს შეიძლება ითქვას. წინა თამაში პირადად მოიგო და ამ შემთხვევაში ეხმარება უორენსი კარგად ხალხს უბავს. აქ ჯარიმა შეტევაში. უოტსონმა მიიღო ჯარიმა შეტევაში. პარკერი წულეისკირი ოფსანოვიჩი მესინაუდე და გარბენი რაც ნიშნავს იმას რომ USA-ს ექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო გაზარდოს სხვაობა. ბაზუაშვილი შემოდის ამასობაში წულეისკირის ნაცვლად. ალბათ უფრო მეტი იყო მოლოდინი წულეისკირის მხრიდან, მაგრამ ხო, 3 ჯარიმა და 2 ქულა, ხო, მის ანგარიშზე. ბევრ დროსაც არ ატარებს შესაბამისად პარკეტზე. არაზუსტი გადაცემა ჰედის ჯეი ბირდი. ორი სროლა.
გინდოდა გეთქვა ორი ქულა, მაგრამ არ ჩავარდა და გვექნება საჯარიმოს როლი. თანაც ახლოს იყოს. ახლა უკვე ამ მეოთხეში პირიქით გვაქვს სურათი ჯარიმების მხრივ. მესამე გუნდურია ეს USA-ისთვის, ზუსტად 2 წუთია გასული, ხოლო ჯარიმა ჯერჯერობით მასმისლებს არ აუღიათ. პირდის პირველი საჯარიმო ზუსტია. მეორე ჩააგდო 2-2. მათქულამდე წავიდა ამოსობაში პირდი. კაკუშაძე ვიქით. ეტაია უქსანოვიჩი ისევ კაკუშაძე. და მორიგი დაკარგვა და სადაო ბურთი. ზედმეტ მეორე შეტევა და დაკარგვა სტუმრებს. უქსანოვიჩი პერდაია დაისვენებენ უორენსი და მაიზე რევაზაშვილი შემოვლენ. როგორც აქ სადაო დაფიქსირდა ბურთი დარჩათ მაინც სტუმრებს. ჰედი. სამამსა დაკარგვა არ გამოვიდა მაინც. მაიზე რევაზაშვილი და შეუტიონ და ორი ქულა. კარგი თამაში. რევაზაშვილის მხრიდან და უოტსონს მეტი რაღა დარჩენია გარდა ეფექტური ჩატენისა. ისევ 4 ქულა გვაქვს სხვაობა. პირდი, პარკერი, ანდრიევიჩი, უოტსონი მასთან. ამჯერად კარგად ითამაშა რევაზაშვილმა გაადებია ბურთი ხელიდან და კაკუშაძე. ედი მოძებნა გაუშვა სამქულიანი, ვერ ჩააგდო, თუმცა კარგად გოლი ჩააგდო. ექვსიდან 3 საჯარო აქვს ჩაგდებული. დაბადულმა 2-2. ედი მოძებნა გაუშვა სამქულიანი, ვერ ჩააგდო, თუმცა კარგად გოლი ჩააგდო. ექვსიდან 3 საჯარო აქვს ჩაგდებული. დაბადულმა 2-2. თუ არდება ლამაზია, ისეთი სროლა, მაგრამ ცოტა სარისკოა. აი ეს იყო ცუდი სროლა ხა. აფუჭებს ხოლმე. კი ბატონო, სუხად ვერ ჩააგდო 2 ქულა. პარკერმა და ჯერმეინ ჰედი თავად შევიდა და ზუსტია წუთშესვენება, რომელსაც იღებს გია კაზანჯიანი. ჰედის მე-17 ქულა. სოხუმის მეორე ტაიმაუტი. დარჩებათ 1. შეტევას 6 წუთი 11 წამი. მეოთხე პერიოდის დასრულებამდე. გარკვეული მანძილის მოგებას. ზეგბიეტი ბაზუაშვილი, ერუაშვილი, სობირდი შევიდა, ვერ ჩააგდო, ანდრიევიჩმა მოხსნა. არ არის ალბათ ის საქმე პასის გაკეთება ვერ გაუკეთა ზუსტი გადაცემა. ახლოს გქონს, ხო ძალიან ახლოს. ხომ DJ ვირც ჰედი აქ ემოციურად აღნიშნავს ლოკალურ წარმატებას, ორ საჯარიმოს შეასრულებს. თამაშობს პუბლიკაზე. ანდრეევის უკვე მეოთხე პერსონალური აქვს 4 ქულასთან ერთად. მოიკვესაც სკანდირებენ უკვე VSA-ის გულშემატკივრები, რატომაც არა თუ გახდა VSA ალიგ ჩემპიონი, თამამად შეიძლება მისი MVP-ით დასახელება. მეორე არ ვარდება, თუმცა თავიდან შეასრულებს ერთ საჯარიმოს. კიდევ ერთი შანსი ჰედს. გავარდა.
და 8 ქულა უკვე უპირატესობა მაქსიმალური ლიდერობა დღევანდელ შეხვედრაში. ხო, 8 ქულა მაქსიმუმია. როგორ დროს, ხო? PJ Bird-ი კარგია, ზუსტი შეტევა, ჰაირი უჭირდებოდა სოხუმის საქართველოს. ვაუ, ჰედი. კაკუშაძე მაიზერთან გაითამაშა ბურთი, კაკუშაძე რა კარგი ბურთი ჩააგდოა კაკუშაძე. დაობები და 2 ქულა. ბერუაშვილი სამქულიანიდან არ ვარდება. როგორ ჭირდებოდა ეს სამიანი სოხუმს, ხო? და ვერც შეუნარჩუნა საკუთარ ბურთი. დაბასტიყოს სწრაფ შეტევაში გადმოდის. USA Warrensi და ჩაკო. 10 ქულა სხვაობა და მესამე წუთში შესვენებასაც იყენებს უკვე სოხუმის ძალიან დამძიმდა სოხუმის მდგომარეობა. კი ვინიცის ბოლო წუთებში რო დაიძაბო სიტუაცია როგორ დაჭირდებოდა. დაბრუნდა გუნდები პარკეტზე 71-61 10 ქულით იგებს USA 4 წუთი 45 წამი მატჩის დასრულებამდე. და PJ Bird-ი და ჰედი ეპაიქრებოდნენ ერთმანეთს 2 ქულა სოხუმს. აკუშაძე ჰედი კარგი გადაცემა აკუშაძის სამქულიანი არ ჩავარდა მაიზერევაზაშვილი კარგად თამაშობს მოხსნაზე ჩაუგდო ხელებში თანაგუნდებს ჰედი შევიდა დაკიდა პარაშუტი და არ გაუმართლა არ ჩავარდა ბაზუაშვილი ინარჩუნებს სოხუმის შანსებს ბერუაშვილი მაგრამ აი ეს არის ხო თავარი პრობლემა აქ ვერ ახერხებენ ქულების ჩაგდებას. მორიგი არაზუსტი შეტევა და მემნელამ არაზუსტ შეტევებში გადის დრო უფრო ცირე რჩება სოხუმს თამაში დასაბრუნებლად რაც რა თქმა უნდა მათთვის ადგეგმებში არ შედის. კარგი პასი და ეს ჰედის 2 ქულა შეიძლება ვთქვათ. ჭკვიანური გადაცემა გაუკეთა უოცნას რომელსაც არ გაჭირებია 2 ქულის აღება. ჩააგდო ეს საჯარიმო ზედზედ მესამე ზუსტი საჯარიმო 11 ქულა არჯა სხვაობა. ბევრია რა. ნახევარი. ბევრია და აქ ძალიან ცუდი ჯარიმა სახეში მოხდა ცუდად PJ Bird-ს. ოცონის ხელი რომ მოხდება, ფლატ კარგიც არ არის. მეოთხე გუნდური და ასევე მეოთხე პერსონალური უოტსონის. და ჯარიმა შეტევაში ბურთი არც ქონდა გამოტანილი რომ დაჯარიმდნენ შეტევაში. ხო კი აქ ბაზუაშვილმა სუდი ბლოკი დააყენა და გავარდა კიდევაც ნაადრევად. მეხუთე პერსონალური იყო ეს მასიმზელთა გუნდის კაპიტნისთვის რომელსაც 12 ქულა ქონდა მოგროვებული. ჰედი კაკუშაძე ამოვიდა ბლოკზე მაიზერევაზაშვილი კაკუშაძე უორენსი მოძებნა არ ჩავარდა სამქულიანი და ბურთი დარჩება VSA-ს. თუმცა იაკაზანჯიანი ითხოვს ვიდეო გამეორებას. ცირე PJ Bird-ი ბურთით. 3 წუთი 11 ქულა სხვაობა. აიწია Bird-ი ვერ ჩააგდო ანდრეევიჩი მოხსნაზე თამაშობდა
და ბურთი დარჩებათ სტუმრებს. ხასიათი გაუფუჭდა ხო სოხუმს ეთყობა. კი. სტუმრებსაც არსად ეჩქარებათ. ჰედი. და ჯარიმა არ დაფიქსირდა ამ შემთხვევაში. და ბურთი ტოვებს მოედანის ფარგლებს სწორედ ჰედისგან. განსხვავებით ყველა სხვა ეპიზოდისგან ეს დაპირისპირება პარკერთან იყო და არა პიჯეი ბერსთან. პარკერთან აშკარად არ აქვს ცუდი ურთიერთობა. არ დაშორდებოდნენ ესე მარტივად პარკერი რო არ ყოფილიყო იქ. სწორედ პარკერი ბურთით თავად შევიდა, ვერ ჩააგდო და უორენსი ხსნის. აი ეხლა ძალიან გაუჭირდება უკვე სადღაცას შეუსრულებელ მისიას ემსგავსება სოხუმისთვის. 11 გოლის ამოღება 2 წუთში. თან ბურთით არიან სტუმრები. ჰედი ავიან რთული ბურთი ასროლა, უორენსი ჯარიმა დაჯარიმდნენ სტუმრები. მცირე გასაუბრება არბიტრების ერთმანეთში. გვექნება კიდევ ერთი ჩელენჯი. ამჯერად საჯებმა გადაწყვიტეს თავად. ბატონო აქ ბურთი ეხება კალიცოს, შესაბამისად თავიდან უნდა კონტეს 14 წამი უნდა კონდეს, ან შეიძლება უკვე 13-იც უორენს. მოგოთ მაინც 13 წამს დაუტოვებენ. ეხება ბურთი ხსნის შემდეგ. ძოლის შემდეგ უორენსი. ნახოთ რა იქნება საბოლოო ვერდიქტი. კი ბატონო. ბურთი რჩება სტუმრებს და შესატევად 13 წამი. 13 თუ უფრო ნაკლები. 10 წამი. მაგრამ მაინც საქმეა რაღაც წამებს მოაპარინებს. ეს შეტევა. თუმცა უმალვე შეუტიეს და მაიზე რევაზაშვილის 2 ქულა 76-63. ბოლო 2 წუთი. სამიანი. ეგუჩაძემ ვერ ჩააგდო, კაკუშაძე ხსნის და მე მგონი უკვე ნენელა მართლაც მასმისლებიც ეგუებია ამ ვითარებას. ძალიან ახლოს არის USA ალიგის ჩემპიონობასთან. ძალიან კარგი სეზონი ქონდა, ხო? USA-ის რეგულარული სეზონი, სადაც მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდა, დანარჩენი ყველა მოიგო. ის შეხვედრას უკვე რეგულარული ბოლო ტური იყო, არაფერს არ უწევდა გულს აბსოლუტურად და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვებით და 21 წლამდელთა კალათბურთელებით ითამაშეს, დაისვიეს თავი ფლეი-ოფებისთვის, ზედმეტი გართულებების გადაგრავებისგან. და ისევ პირდი და ჰედი მე მგონი სახლამდეც ესე გაყვება. აი მგონი ჰედს დღეს სხვა ემოციები ექნება და არ ეცლება მეტოქეგუნის კალათბურთელებისთვის მატჩის შემდგომ. კაკუშაძე. ცოტა ჯარიმა.
ძლიერი გადაცემა მოუვიდა მაიზე რევაზაშვილის მისამართით და არ გამოვლინცხოთ რომ ყოფილიყო არასპორტული, თუმცა დააფიქსირეს ერთიანი ჯარიმა საჯიმა და ჯარიმების ლიმიტის ამოწურვის გამო იქნება 2 საჯარიმო სროლა. ჩავარდა პირველი. საჯარიმო ზუსტია. მეორე არაზუსტია რევაზაშვილი ბურთით. 12 ქულა. წუთ ნახევარი. ჰედი. ეს არ მოჩება ხო ეხლა მთელი შეტევის განმავლობაში ექნება ბურთი მაქსიმალურად გაიყვანს დროს. და ჯარიმა მიიღო შეტევაში, როგორც ჩანს 11 მოუვიდა. მეოთხე პერსონალურია ეს მისთვის. ლეონიძე შემოდის ანდრეევიჩის ნაცვლად. შემოიყვანა სროლელი, რადგან ახლა ცენტრი ნაკლებად ჭირდება ამ შემთხვევაში. ხო, აქ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ხო, მარცხის შემთხვევაში, რომელთანაც ძალიან ახლოს არის სოხუმი, არ მთავრდება ყველაფერი, მათთვის კიდევ ერთი შანსი ექნებათ. და ჩაუჯდებიან, შეიძლება ითქვას, სუპერლიგის ბოლო ტურს, სადაც გაირკვევა მე-10 ადგილოსანი. კარგი მოძრაობები ბირდის და 2 ქულა. 76-66 და ჯარიმას იღებს პარკერი. პრინციპში სხვა გზა არ თქონდა, ხო, ანუ გარისკარო იქნებ წაერთმი ეს ბურთი უჯარიმოთ. ასეც დასრულებული იყო ეს შეხვედრა, თუ ბურთს ვერ წაართმევდა და ამ ჯარიმითაც დასრულებული იყო, კი და. ნუ ერთი ის არის, რომ შესაძლებლად უფრო მეტი დრო ექნებათ. ხო. ასიმძლებს და 3-აზეც გაიწევენ. მე-20 ქულა უკვე ჰედს. ხო, აქ ამბავი ის არის თან რომ არაფუჭებს ხო ჰედი ამ შემთხვევაში სროლებს და ეს ართულებს უნებრივია კიდე ისედაც ძალიან რთულ ამოცანას. როგორ ფიქრობ გახდება ჰედი MVP? ჩემი აზრით უნდა გახდეს. მისი სტატისტიკა 3 მოხსნა 6 შედეგიანი გადაცემა 21 ქულასთან ერთად. აქ გაუფარეს PJ Birds რევაზაშვილმა და ბურთი დარჩებათ უბრალოდ ჯარიმა დაუფიქსირდა აქ. კი. მე მგონა დაფარება იყო ერთი დადგება საჯარიმოს ხაზზე. დააფუჭა პირველი სროლა. ჰედი ამხნევებს ხო ბჭყალებში. არა, ძალიან მაგარი დუელი გვაქვს ამ ორი კალათბურთელის შესრულებით მონაწილეობით. მეორე საჯარიმო ჩააგდო და შემოდის ვოტსონი. ოქსანოვიჩი დაჭდა დადარიკოთა სკამზე. შემოიტანს თუ არა კაკუშაძე დაიწყება ბოლო წუთიც. აიწყო ბოლო წუთი 77-78. ალბათ მაინც უფრო მეტ დაძაბულობას ვისურვებდით და მოლოდინი ქონდა ბოლო წუთებში. მაინც 7-ად ამთავრებს მეოთხე მატჩს VSA. ბრავო VSA-ის ხლიანობაში. მეორე თამაში ჩაუვარდა, თორე სხვა მხრივ ძალიან კარგად გამოიგო. დიდი სხვაობით მოუგეს, შეგვიძლია ვთქვათ, თამაშები და ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე მოიგეს ფინალური სერია. კი ბატონო, შეტევასაც აღარ აპირებენ. გულოცავ VSA-ის გულშემატკივარს, თითოეულ მოთამაშეს, სტაფს, თლიან შემადგენლობას, აბსოლუტურად დამსახურებული იყო ეს გამარჯვება მომავალ სეზონში VSA-ის შეხვდებით სუპერლიგაში. რაც შეეხება სოხუმს, წარმატებები უსურვოთ თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ამ კურსად ძალიან კარგი გუნდია და ძალიან მაგარი შეხვედრები გველოდება პლეი-აუთის